ალბათ ყველას გახსოვთ ჩემი უიღბლო დღე მამუკას, ნიკას, გიორგის და თამუნას რომ ვეჩხუბ. ისიც გემახსოვრებათ რომ გიორგი, თამუნა და ნიკა იმ დღესვე შემირიგდნენ. მამუკას რომ შეურიგდი, ეგ არ გემახსოვრებათ, იმიტომ რომ ჯერ არ შემრიგებია. არაფრით არ მირიგდება. აქამდე თუ მარტო შეჩემას გაგონება არ უნდა და ახლა შერიგების გაგონება აღარ უნდა. მაგრამ მე ამას მაინც და მაინც არ განვიცდი. ვიცი მოვა დრო და მაინც შემირიგდება. თან ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება. ახალი წიგნის წერა დავიწყე. ალბათ ესეც გემახსოვრებათ. ისე თუ ყველაფერი გახსოვთ, ამდენს რაღაც მალაპარაკებ. მოკლედ იმას ვამბობდი, რომ როგორც იქნა დიდი ხნის ნანატრი მუზა დამიბრუნდა და ახალ წიგნზე მუშაობაც დავიწყე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ჯერჯერობით თუ რა თქმა უნდა მუზასაც არ ვეჩხუბე. რატო დაშორდით ჩემ დადიმ? რატო დაშორდით? მითხარი, რა ხდება? დედა ზურიკო, რა უცებ მოხვედი? ხო, როგორც კი დამირეკე, ეგრევე გამოვქანდი, რა ხდება? აბა გინდა მე დაველაპარაკო. რა არის შენსკენ ახალი? აბა დაჭიქი მომიყევი. შენსკენ ახალი? თან ისა, ბლინჩიკებს გიკეთებ. ხო გინდა? კარგი, რა დედა, რა ბლინჩიკები? როგორც კი დამირეკე, ისეთი ხმით დამირეკე, რომ ეგრევე გამოვქანდი და ისე პრინციპში შევჭამ, კი, ბლინჩიკები მინდა, კი. აბა რა ხდება მითხარი? ისა დედა პირდაპირ მითხარი ნუ მიმალავ ისეთი სახე გაქვს მე რომ მოვდიოდი ხოლმე ორიანს რომ მივიღებდი და ვერ გეუბნებოდი მითხარი როგორ ნუ მიმალავ კარგი მაშინ მეც ისე გეტყვი სიმართლეს როგორც ჩემ ბავშვობაში მეუბნებოდი ხოლმე მე და დიტოს არ გვიჩხუბია აქ იმიტომ დაგიბარე რომ მამუკასთან შეგარიგო სიმართლე რომ მე თქვა არ მოხვიდოდი არა მართალი რა კარგი რა დედა რა, კარგი რა დედა რა, რა შერიგება რა, პატარა ბავშვები ვიტგვექცევი რა. პატარები ხართ დედა, აბა რა ხარ? კარგი რა დედა რა, კარგი რა დედა, ის შენი დიმიტრი ჩვენი ტოლია და იმას დარწმუნებული ვარ დიდი ვიტექცევი. კარგი, ხო ნიმე ჩხუბები. და სად არის ბატონი მამუკასად ბზანდება ერთი? არ ვიცი, ალბათ მოვა ეხლა. ხო, კარგი დედა, კარგი მაპატიე რა. ესე იგი შენ და დიმიტრი შორის ყველაფერი კარგადაა, ხო? ძალიან კარგად. იცი რა ბედნიერები ვარ? ძალიან კარგი. დედა, სად არის მითხარი, მაგას მოვქვა მე. ცოცხლად ჩავჭამ და გლავის გავაერთიანებ. მეცი, ზაკ, მომეცი, დაწყნა. რა დამატყარებს ადამიანი? სალამ ერთად იყავით, არ გებუნებოდი და ეხლა ძალიან კარგია, ეხლა ყველაფერს გეტყვი. ეს შენი დიმიტრი, იო ერთი საზღარი ტიპი, ჩვეულებრივი რიგითი მანიაკი. ერთმანეთს რომ არ უხდებოდით საშინელად, რა თქმა უნდა, აბაზე ლაპარაკი არ წღის. არც ვიდოდ და მე თქვა, მაგრამ რა თქვი? მორჩა და გათავ. ძალიანად მიხარია, რომ დაშორდით ერთმანეთს. სინამდვილეში აქ სულ სხვა რამეზე დაგიბარეთ. ხო, ეხლა გვეტყვის, მართალია დიმიტრის დავშორდი, მაგრამ ძალიან კარგი ახალგაზრდა და აბიტურიენტი ბიჭი გავიცანია. მე და დიმიტრი არ დავშორებულ ვართ. მიზეზი მოვიგონე რომ აქ შენ და ზურა მომეყვანეთ. მოიცა, ანუ ეხლა მე აქ რაც ესე იგი რაც ვილაპარაკე, სუბუქად რო ვთქვათ, არ უნდა ვილაპარაკა? ხო, სუბუქად რო ვთქვათ. რატომ მოატყუე რა? იმიტომ რომ შენ და შენი ძმა შეგარიგოთ. მე როგორც ხედავ, მე თუ არ ჩავერიე, თქვენ ურთიერთობას ვერ ალაგებთ. დავალაგებდით ურთიერთობას ეს რომ კარგი ძმა იყოს. მაგრამ კარგი ძმა რო იყოს, საქმედან არ გამომაგდებდა. რა, ეს რომ კარგი ძმა იყოს, საქმე გასაგდები კი არ იქნებოდა, თავისი წავიდოდა. კარგი რა, კარგი, ვიჩხუბობთ.
აქ შესარიგებლად მოგიყვანეთ. ხო და როგორ თქულადაც მოგიყვანე, ესეთ თქულად შევიგდებით, მოცხენ. ვაშევრიგდით, დავეთ. აბა, მოდი აქ. დაბძანდი. კარგი რა, როგორ იქცევით რა, ამხელა ბიჭები ხართ, ნუ არ გწვენიათ, რა დროს თქვენი ჭკუბია. ეხლავე შერიგდით. არა, მე ამას არ შეურიგდები. რაც მე. აი ეგრე. მთელი ბავშვობა ასე იყავით რა. ყველაფერზე ერთმანეთს ხოცავდით, ერთხელ მახსოვს რაღაცა ფანქრების გულისთვის შეჭამეთ კინაღამ ერთმანეთი. მე რასასაცილოები. იმიტომ რომ ეს მართმევდა ჩემ ფანქრებს. ესე არ გაფრთხილდი, ეგ ჩემ ფანქრები იყო და შენ მეკოდა ჩემგან. მე მიქონდა არა ისა კიდე რა. ის იყო ჩემ ფანქრები, ბებია მაჩუკა, ბებია სულს ფიცავა. ბებია სულს თავი დაანებე შენ. სხვადასხვა ბებიამ სასწრაფოები გაჩუქა შენ, თუ კარგად გახსოვს. კარგი, გეყოფათ ეხლა, ნუ არ გწვენიათ მართლა, როგორ იქცევით. კარგი და დედა, შეგიძლია მართლა რა. რა პატარა ბავშვები გვექცევი მართლა. ბარი მაიღე და კუთხეში დავაყენე. შენ ბრალია კუთხეში რო დგევართ ეხლა რა. და ეს ხა შენებული ბოდვა. არ უნდა მაგას ბოდო, აბა საიდან გაიგო ნაჩხუბრები რო ვიყავით. შენ ეთყოდი ალბათ. მე არ მithქვია, შენ ეთყოდი, შენ ხარ ბავშვებიდან ჩამშვევი და მე ნატანია. ვიყავი შენზე ვზრუნავდი შენ მართლა დიდი მადლობა ნატანია ეს ნუ მეძახე მაგას ხო იცი ვერ ვიტან კაი ბოდიში დამავიწყდა ნატანია დე ზურა ნატანიას მეძახე აი მე დაიწყო გამხელა რეკლამებია აუბედურება დაგავიწყდება რას უყურებ თამუნა სანცივა სახში და გათბობა ხო არ ჩავთოთ გათბობა და ეხა კომპოტების გახსნა მომთხოვე კიდე გაკეთე არა ის აბა კომპოტები თუ არ გააკეთე გათბობა უნდა ჩავთოთ გაგიჟდი ეხა შენ ოქტომბერია რა დროს გათბობა აი წელი ჩაიქნა გათბები მიდი ოქტომბერი რა შუაშია აგვისტო რო იყოს და რო ციოდას მაშინაც უნდა ჩართო გათბობა დალიერა რა არის წყალი არა დუღე ავადუღე მაგრამ ეთყობა გაცივდა გზაში აი ხედავ როგორ ცივა სახში ხედავ რა გიო აი საერთოდ არ ცივა საიდან მოიტანე რო ცივა თან გახსოვს გათბობა რო გაფუჭებული გვაქვს არ ირთვება არა არ გახსოვს შარშან ისე აცხელებდა სახში ვერ ვჩერდებოდით თამუნა ჰა აი ხა დალევა არ გამაგონო ძლივს გხედავ ფხიზელს მე იმ ჰას არ გეუნებ მე მეორე ჰას გეუნებ ნო მოდი კაი ჩამეხუტა კარგად ესე კარგად აუ რაცი ვიხარ არ მომეკარო არა არ მინდა გიორა აუ ისე გათბობა რა კაი იქნებოდა აი რამდენჯერ გითხარი დარეკე იმ კომპანიაში გამოუშვან ხელოსნებით გოიჯექი ხა და იკანკალე რამდენჯერაც დავრეკე ის გოგო რო იღებდა ყურმელს შენ თიშავდი ეხლა შენ დაჯექი და შენი კანკალე ისეთ ცივა ეხლა თორნიკე რო იყოს აქ იმასაც ჩავეხუტებოდი კარგი რაღაცა რა კიდე ჩხუბო ნერვებს მისვეს კაცო ეს მიშლის ნერვებს დედა რა ხო და ეხლა თუ შერიგდებით ყვავილოვან კომპოსტოსაც გაჭმებთ დედა რა გინდა რომ თლიანად დაანგრიო ჩვენი ძმობა ვაიმე რა ცუდად აბა ვაიმე დედა ვაიმე რა ცუდად აბა მე აღარ შემიძლია რა მართლა რა აღარ შემიძლია როგორ მიჟნით ნერვებს ისედაც რამდენი სანერვიულო მაქვს აი თქვენ ჭხუბზე ნერვიულობა გამაკლია დავშე აბა გაიხსენეთ ახლა როგორ უნდა შერიგდეთ როცა ორივე დამნაშავე ხართ მიდი მოგწვენია მიდი ეგრე არ გამოვაგაცე. შენ თუ გულში ჩამოვხაჭა მეო და თუ ამოგწისროდა ახლა. მაშინ პირიქით მეთმა და შენ ყური აჰა. მედი. აჰა. შევიდე. რა დაგავიწყდათ? რა. აი. მიდი, ახლა ნუ გწვენიათ, მიდი. ეგისა. შერიგებისა. ვინც არ შერიგდეს დედა მოუკვდეს. ხოდა მოგიკვდებათ დედა კიდე თუ არ გამოგივიდა მოხდა. ბლიჩიკები. ზაკი ხა ორივე ხელები დაიბანეთ. ჩქარა. მე ვეპი. არა, მე დავინახე. დედა უხარია.
დავხაროთ ჟიური თქვენთან ერთად გადაცემულებო. აკი არ მცივაო, ხედავ როგორ კანკალებ. კი არ კანკალებ ემოციურად უყურებ ტელევიზორს. მამ, ცეკვებს რაღაც უყურებთ რა, მე სხვას უყუროთ რა. მოიცა რა. მოიცადე. ეხა დაამთავრებენ ცეკვას და ჩემი გოჩა დაიწყებს შეფასებას. გიჟდები გოჩაზე, გიჟდები. გოჩა ვინ არის? ჩერტკო გიო. ესეთი დახვეწილი პროფესიონალი მოცეკვავი ნამდვილად ცოტა ყავს. დაიცა ჩუ იწყებს ლაპარაკს. I was thinking of body. Oh my Good job. Watch out. მართლაც ვაუ. აუ, მაგარი პიროვნება. ძა. აი სახელი გოჩაც კიდე ძალიან უხდება. შენ დასვიცე მე რომ მიმაღებინა ეხა აქ მონაწილეობა. აი უჭველი მოვიგებდი. აი მითხარი რომელი მაჯობებდა. აი მიმაჯობებდა, მითხარი მიპასუხე გიო. აი ხო ხედავ შენც ვერ პასუხობ. ესე იგი ვერავინ ვერ მაჯობებდა. ვერ პასუხობ კი არა, გაყინული მაქვს პირის აპარატი და ვერ გელაპარაკებ. თორე გეტყვი. კიდე გავხურდეთ? ანუ გავთბეთ. ჩავთოთ. არა. აბა? ადექი? სამპარამპამპამ. რა ორა სამობს? შენზე არაფერს მე მაქებს გიო. რა სამობს? ვერ გავ. თამნა უნიკალური გოგო ხარო ისე გააგზავნა და შენ მოიგებო ვერავინ ვერ გაჯობებს აი მადლობა ჩე. აუ. დირა მეორე ტურიც ვიცეკოთ რა რუმბა. რა რუმბა რა. ჩა. რა ჩაჩაჩაგინდა ჩაჩაჩა კი არა ჩავთოთ რა ის გამათბობელი. შენ რო ადამიანს შეუჩდები რა გიო რომ მიდი ხო ჩართე მიდი. ოღონდ მე ბუზღუნით არ დამიწყო რო არ დამთანხმებოდი არ ჩავთავდიო. მოიცადე ჩემი ტაფები შევინახო არ დამიდნეს მეშინია. აი გამათბობელი. ვისინს დაინახავდა. ოქრა რომ მოესმა მე უცბად გადაიხედა და აუ შენი ფულსლის ჩადება ისევე დამოვიწყდა რა მე ისიც რა არის რა რა მამუკა მისე მომაქცია თავის გავლენის ქვეშ რომ ყველაფერს თავის ადგილზე ვდებ რა. კიდევ კაი დროზე გადავიდა, თორე დაგვიანებასაც გადამაჩევდა და მე რა იქნებოდა? მთელს ჩემს მეობას სამართმევდა რა. კიდევ კარგი მარტო, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, აი, სადაც მინდა ისე მივყავ. მუსიკით ხوارია რა. არა, მიზარებო. იყოს ესე. ის ვიღა ჯანტაბა. ვა, შევიზოლიკ. ნიკა, მეცეცამს. ეს რა? მეცეცამს. ეს რა არის? მეცეცამს მასალე. ეს რა არის? მასალე იქცამ. მეტი აღარა. მოიცა, ეგ არ მაინტერესებს. აქ რატომ მოიტან? გარდერობი გადმოგაქვს ჩემთან? არა ზურა, გარდერობი კი არ გადმომოქვს შენთან. მე გადმოდივარ შენთან. ესეთი რა ყოველდღიურები უცებროდ ამჭირდეს ხო ხტები? მოიცა. აქ გადმოდი ხარ? ხო რა. გავიგე ხარ მამუკა გადავიდა და მე თქვი მარტო ხარ დავტოვებ აბა ზურას მოიწყენს თან ხო იცი როგორ არ გიყვარს მარტო გადმოვიდა. მოიცა, ვინ გითხრა რომ მარწყობნა არ მიყვარს? ზურა რა მისულა ვინ მითხრა რა მახსოვს ეხლა და რო იგრე. მე სადაც ვერ გადმოხვალ, ჩაალაგე ხა ის ყველაფერი და წადი აქედან. ზურა ნახე მე რა მაგშენთვის. სუნამო. ოღონ იცოდე ზურა მაგას იმიტომ გაძლევ რომ ეს არ დაისხა ეს ჩემია. აჰა. შენ საწევ ხარ? საწევ არ და აი იქ.
და შენ სადაც გინდა იქ დაწექი. სადაც მინდა, მაშინ მეწევ რა. და მოიცა ერთი წუთით რა. რატო წამოხვედი სახლიდან? აუ ბიჭო, ჩემი ნათესავები ჩამოვიდნენ რაიონიდან და ის შემჭამეს რაღაც უაზრო კითხვებით. რა ხდება ქალაქში? როდის მოკავს სოლი? როდის უნდა გვაქეიფო? ერთი გავგიჟდი ბიჭო. всё, გადაწყვეტილი. გადმოდივარ აქ. ზურა, თან ეხა ჩვენი ურთიერთობა უკვე მე მგონი იმ ეტაპზეა, რომ ერთად შეგვიძლია ვიცხოვროთ, ხო საყვარად? იდიოტი ხარ რა. მეც მიყვარხარ ხარ ზურა. მე არ მწელია გარ. მე უნდა გავაღო, ხო? თან მე უნდა გავაღო. ეს ვინ არის რა? ვაი. გაგიმართა ზურა. ლიგა. ეს რაღაც. დაგიბრუნდით, მაო. ვაიმე. ზურა, სხვანაირად არ გამიგო, მაგრამ ხო ხდები რომ ეხა შენ ძმის ადგილი აქ არ გვაქვს. რა მოვია, რა შემოდრები რა? რა არის, მამუკადა დაგვიანე, აღარა ადგილები, ვშო? დათმა რა? ი კაცო. რა შეგერება აგია? ოფლი მოგდის? ოფლი კი არ მომდის, ღვები. ხო გეუნებოდი არ ჩავთო თქო რა შენ კიდე აი ჩემე ჩავთო და აი და შენ ბრალია მერე. რო არ დამთანხმებოდი არ ჩავთავდი. მოგეშინია. არაფერი არ მოგივა. ნუ მეშინია კი არა მიდი რა ივნის კარი მაინც გააღე თორე დავდნებით რა. ემის გავაღო. კაი გავაღებ. მიდი რა გეხვეწები კომპოტი რა მაცივარში ცივი წამომიღე რა გთხოვ. კომპოტი? აკი არ გამიკეთებიაო? გავაკეთე ცოტა. აი, მეტა თორნიკე იყოს ახლა აქ რა. გაუცნაურია ესე თორნიკე დღეს ორჯერ გამახსენდა და იცი რატო? წარმოიდგინე ხა თორნიკე ვაკ იყოს თავის ფუფუს გააკეთებ და ცოტა ნიავს წამოიღებდა. აკეთე რა კომპოტი რა. იგი მომაქვს. არი ეს მარტო ნაყოფები დამიტოვე. ეგეთი. ეთყობა ორთქლა. აუ მიდი რა გიხოცები. შემოსასვლელი კარი გააღე რა იქნებ ცოტა დაუბეროს რა აღარ შემიძლია. არა, კაი, რა უნდა დაუბერო? ჩვენ ვიხუთებით. ეხლა მეზობლებსაც ნუღლა გავხუთავთ. ციცივე ხო არ ჯობია. ჰა, მოგეშინია, მე მგონი გაუძლებთ. მაშინ მოდი რა. სული შენ ვერ გიხოცებ თორე ჰაერი აღარ მყოფნის, მოდი რა. მოდი. ოხ, კაი ხო, გიო. წესიერად არაფრის კეთება არ იცი შენ. მიდი რა შენ ცერცენა. მიდი, აი მის კარი გააღე, მიდი. მე მგონი ჯობია. ე, მოიცა. ნახე. რა? აი აქ უბერავს, ნახე ცოტა ცივია. ვაიმე. ნახე რა მაგარი. ვაიმე რა მაგარი. აუ აკეთე. ნახე რა მაგარი ბუხარია, ბიჭო ხელოსანს რა მაგარი ბუხარი გავაკეთებინე. ბუხარია ზიმალეტა. აუ. ისე ეს კი გააკეთებინე გიო, მაგრამ გათბობას რა უყოთ? ახლა ცოტა ხანში ზედა მეზობლები დაგვიეკავენ. ისე ცხელაო, რომ იატაკზე ვეღარ დავდივართო გვეტყვიან. მოკლედ. კაი გავთიშო. მიდი ხო რა, გათიშე ხო. ისე გიორგი მართალია, რამე უნდა იყვონოს, თორემ თუ ასე გაგრძელდა, მალე გლობალური დათბობის მიზეზად გიორგის გამათბობელი დასახელდება. რეგიონში კლიმატის შეიცვლება, კავკასიონის მყინვარები დნობას დაიწყებენ და მდინარეები ადიდება. რაც სანაპიროს დატბორვას გამოიწვევს, ქვეყანაში დაიწყება კრიზისი და დავიღუპება. აიმე გიორგი გამორთი ახლავე ეგ ჯანდაბა გამათბობელი, თორე არ ვიცი რას გიზარდა. ყველაფერს მივხვდი. ესე იგი მამუკა შენ გინდა რომ ნიკა წავიდეს და შენ დარჩე და შენ გინდა რომ მამუკა წავიდეს და შენ დარჩე. და მე რა მინდა ამას არ კითხულობთ, ხო? ზურა პატარა შესწორება შევიდა. მე მინდა რომ ორივე წახვიდეთ და მე დავრჩე. მაგრამ ნუ მამუკას ასლაც დამაკმაყოფილებს. ზურა დაფიქრე შენ თუ დღეს არ დამტოვებ. დღესაც მივალ ყაზანოვაში და ჩემ ბატალიონს თელი ღამე ვავარჯიშებ და ხვალ დილით რომ მოგადგება ეს გამსადებული ბატალიონი აქ დაგითოს ნიკა. ზურა დაუკვირდი რა. ყოველ დილას აღარავინ აღარ დაგაცხრება თავზე, არ გაგაღვიძებს, არ გავარჯიშებს. აბა დაფიქრე, ყოველ დილას არავინ აღარ დაგაცხრება თავზე, არავინ არ გაგაღვიძებს. მორჩა, აქ მაინც ვეღარავინ ვერ დარჩება. აქ იმდენი რაღაცა მოათრიან, იქამ რომ უკვე ჩემი დასარჩენი ადგილი საჩარნიშო გექნებათ რა.
როგორ ვერ ხვდები რომ მე უნდა დამიტოვო? ეხლა თან შენ მამუკა მაინც ძმები ხართ, მთელი ბავშვობა ერთად ვიზდებით, სისხლი და ხორცი. მოიცა, ეგ მე არ უნდა მეთქვა? ვიცი, მაგრამ დაგასწრები რა. გამოიწე ერთი კაცი. გამოიწე. თურა, მომისმე? ეხლა შენ გადაწყვეტილებას უცებ ფაიხარად არ უნდა მიიღო, გაიგე? აი ხო უყურე, მე თუ შეთან დავჭები. ნახე, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება. საჭველის გაკეთებული დაგხდება, ყველაფერი დალაგებული იქნება, ნაგავიც გადაყრილი იქნება. ნაგავი გადაყრა კი არა, აქეთ მოიტანა ამდენი ნაგავი, ხედა? მამუკა, თუ შეიძლება რა. ხელი არ გვინდა? სურა. დაუკვირდი რა, მე თუ დავჭები. სახლი დალაგებული ხო იქნება თავისთავად, მაგრამ აი ყოველდღე ნაირ-ნაირი საჭმელები იქნება, აი და შენ რამის გაკეთება იცი? ბიჭო, მე არ ვიცი, მაგრამ იმათ ხო იცვენებად ვისაც ამოვიყვან ხოლმე გოგო. გაიგე? ესე იგი, დილაობით მე თუ ჩემი ყვირილით გაგვიზებდი ხოლმე, ეხლა ღამღამობით ეს არ დაგაძინებს თავში და კიდე ვიღაც ქალის კვნესით. ეს ისმენა გეჩვენებს რა. ამის ყვირილის თუ ქალის კვნესის. თან არ მოგეძებ ჯამ ზულაში მისყურება? არ ჯობია მე მიყურო. ბეროთ პრო სიმპათიური ვარ, ბეროთ პრო გემოვნებიანი. გაგძელზე ის თვალები რო დასიებული მაგ თმა აჩეჩილი რა. ნიკა ნუ მაბავ რა. სულა მომისმენე ხე კარგად. აი უყურე, თუ დამტოვებ შენთან სახში, აი პირობას გაძლევ რომ დილის 10 საათამდე არ გაგაგვიძებ ხოლმე. ზურა 11-მდე. 12-მდე. პირველამდე. 2-მდე. 3-მდე. 4-მდე. 5-მდე. მოიცა, გამაგვიძებს ვინმე ბოლოს? ზურა, წარმოიდგინე რა, მე ხო წყნარი ადამიანი ვარ, მშვიდი ვარ, ვერც გაიგებ აქ რო იქნები ბიჭო რა. ხო და ძალიან კარგი, თუ ვერ გაიგებს, მაშინ მე დავჭები, მარტო ხარ იქნება კაცი. ჩემთან ერთად არ მოიწყენ არასდროს სამაგიეროდ გოგოებს ამოვიყვან სასმელები რაღაცა რა. ზურა, ხო იცი ნიკასთან არ მოიწყე. შენ ზურა, ესე თუ გინდა შენ წადი და მე დარი გადავჭები და ერთი ვიგრიელებ ხოშიელა. ბოლოს მამუკას და ნიკას დაპირისპირება ამაში გადაიზარდა. ზურა, ჩემი დარჩენის შემთხვევაში მე პირობას ვდებ რომ გადავიხდი დენის და გაზის ფულს, ხოლო წყლის გადასახადი შემცირდება ორჯერ. ჩემი აქ დარჩენის შემთხვევაში პირობას ვდებ შემოვიერთო დაკარგული ტერიტორიები აივანის სახით, რომელსაც 1000 ხარახულის გამო ვერ ვიყენებ. მადლობთ. აი, ხა გადაწყვიტე რა მე რა. მე უკვე მიგებული მაგ გადაწყვეტილება, არც ერთს არ ტოვებთ. გასაგებია. მაშინ ისე მოდი რამე ვითამაშოთ და ესე გადავწყვიტოთ. ძალიან კაი იდეა. ხალხო, არც ერთს არ ტოვებთ მეთქი. და რა ვითამაშოთ? რამე ისეთი. რამე ინტელექტუალური. ხო? კარგით რა ხალხო, რა კარგი რა ხალხო რა. აი დამთავრდა. მეც გადავახვია. ვაჰ! ვაიმე რა ცხელია. ვაიმე გათბობას დამაღლեցდა. აუ ისევ ესე ჯობია რა. ჩემი უფროს დესი უფროსი და ფო. ტელეფონი თოკო. რაც ხელა როგორ ასწორებს? გათბობა გვაქვს გაფუჭებული. ძალიან აცხელებს. სულ რო გამორთო ძალიან ცივა. ამიტომ ხან ჩერпуლი მაგ ხან გამორთული რომ ტემპერატურა შევინარჩუნო. მაგარია ეს. ხო. ცხელი ჩაი ხო არ გინდა? არა. თუ არ გინდა ცივი გვექნება 5 წუთში და დაგალევინებ. არა, მითხარი რისთვის მოგვიყო. ხო, თორნიკე. სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკო და ეხლა სერიოზულად მომისმინე. სერიოზულად? ვა, ასწორებს? თორნიკე. ხო. გონი დროა ოჯახის შექმნაზე იფიქრე. ვა, ოჯახი რა მაგარია. ოჯახი მაგარია რა. წარმოიდგინე ცოლი მეყოლება, ორ ბიჭს გავაჩენთ. ერთს მაგარ ბოქსიორად გავზრდი, მეორეს მაგარ დისტრიბიუტორად. გონი გადავიფიქრე, რისი თქმაც მინდოდა. ხო, კაი, მითხარი, მაგრამ ესე მართლა ბიჭი რომ მეყოლება, გიოს დავარქმევ. აუ, და გოგო თუ გეყოლება? გოგო? გოგო? გოგო. გიოს დედას რა ერქვა? თორნიკე, თამუ. ხო, კაი, მიდი მითხარი, დაამთავრე, რის მაგინდოდ. მოკლედ როგორც გითხარი, დროა უკვე რომ ოჯახის შექმნაზე იფიქრო შენ. შენ კიდე იმის მაგივრად რომ საყვარელი ქალისთვის იბრძოლო რას აკეთებ თორნიკე? არაფერს. მაიკოზე გეუბნები, რობერტისთვის არ უნდა დაკეთმო რა. მე რა რო რეშკა იყო, ხო არ ვიცი მე მაიკო რომ მოგწონს. შენი დავარ და ვერაფერს ვერ გამომაყარებ. აი რა თამურა. შენ გონი არ ვიცი რას მეუბნები, ვიცი, მაგრამ მე მაიკო მართლა მონეტის გამო კი არ დაუთმე რობერტს. აი გიოს გამო დაუთმე, ხო ხვდებია რა, გიოს მაიკო რობერტისთვის უნდოდა და მე თავზე ვერ გადავახდი. მე ვინ გეუბნება მაგას? რობერტის უნდა გადაახტე. ანუ? თოკო, შენ ხო იცი როგორ უყვარხარ გიოს? ხო. ხო და
იმ დღეს რობერტის მხარე იმიტომ დაიჭირა, რომ რობერტიც აქ იყო, ეხლა მაინც ნათესავია და ხო ხვდები არა? სინამდვილეში გიორგის ძალიან გაუხარდება შენი ამბავი, ძალიან. მოგიც მომისმინე. არ უნდა დანებდე არავითარ შემთხვევაში. ერთი დაბრკოლების გამო უკან არ უნდა დაიხიო. გაიგე? რაც არ უნდა მოხდეს თორნიკე, შენი მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლო და უნდა გახსოვდეს რომ შენ ეს შეგიძლია. შენი მიზანი ეხლა თორნიკე არის მაიკო და ვიღაც რობერტიებმა ამ მიზნის მიღწევაში ხელი ვერ უნდა შეგიშალო. იმიტომ რომ შენ ხარ საუკეთესო თორნიკე. შენ ეს შეგიძლია თორნიკე, გაიგე? შენ შეძლებ ამას. თორნიკე, შენ ხარ მაიკოს ღირსი და შენ უნდა დაუმტკიცო ეს ყველაფერი. დღესვე თორნიკე, დღესვე უნდა უთხრა მაიკოს, რომ ის გიყვარს თორნიკე და ვიღაც რობერტი ვერ ჩადგება თქვენ შორის. ხო გასაგებია? უნდა დაუმტკიცო რომ ნამდვილად ხარ თორნიკე მისი ღირსი. ნამდვილად და ვერც რობერტი და ვერც ვერავინ სხვა მის სიყვარულში ვერ შეგეცლია. აი ახლა მივხვდი რას გრძნობდა ქართველი მეომარი დავით აღმაშენებლის სიტყვების შემდეგ. გამაჟრიალა. თუ აციოდა. ო, აციოდა, მაგრამ ასწორებს ე. აუ, გათბობის ჩართვა. აუ, ესე იგი შემოვიყვანო მაიკო და ეტყვი ხო ყველაფერს? ხო, შემოიყვანე. აი, ვიცოდი, თორნიკე, ვიცოდი, რომ დაგითანხმებდი და გუშინ იცი რა გავაკეთე? მაიკოს კართან დაუდე, იცი რა მწვანე საყურე, ისეთი ლამაზია, გაგიჟდები, ვიტომ შენაჩუქე რა? ვა, მსოფლიოში ყველაზე მაგარი დახარ რა. ვიცი. უფროს დებს შორის ყველაზე უფროსი დახარ რა. მისმინე. ეხლაც რომ მეჩუქნა რამე ხო არ ჯობია. ნუ გეშინია თორნიკე. იმდენი გაუხსნელი საჩუქარი მაქვს, აი რომელიც გინდა არჩია. იმ მაგალითად ეს. ვა. მოძე ეს გაუხსნელი საჩუქრები რატო აქვს სახში? თორნიკე 20 წლიანი მწარე გამოცდილების მერე ქეთის ნაჩუქარი საჩუქრებს საერთოდ აღარც ვხსნი, რომ ნერვები არ მომეშალოს. მაგრამ მაიკოს მოეწონება ალბათ უცნაური გემოვნება აქვს და. ვა, მაგარია. აჰა. დაფაც მზად არის. შეგვიძლია დავიწყოთ. აჰა. ზურა, ეს დაფა საიდან გაქვს სახში? რას ქვია საიდან მაქვს? ვიყიდე საიდან მაქვს? რატო იყიდე მე რადგან რომ სახში დაფა? რატო იყიდე? მოიცა, რას მეკითხები? რათ უნდათ ადამიანებს სახლში დაფა? ზურა, თუ დაუკვირდები მეც მაგითხვას გისვა. მაგიშებ თუ რა გინდა ვერ გავიგე. რას გაგიჟებ, გეკითხები რადგან სახში დაფათან ამხელა ბიჭო. აბა რამხელა დაფა უნდა მქონდეს სახლში. მაგაზე რა უნდა გიპასუხო მართლა არ ვიცი რა. ისე მართლა ზურა, ეხლა დაფა რა ამშოლა, ამხელა თუ იმხელა გასა. აი, საერთოდ დაფა. ხო, აი დაფა სახში რა უნდა, რას აკეთებს? ის ქვია, რას აკეთებს? მოიცა ერთი წუთი. ესე იგი მაგიჟებ, ხო თქვენ? შენ გაგიჟებ თუ შენ გაგიჟებ, დაგისვით ელემენტარული მარტივი კითხვა, რატო გაქვს სახში ამხელა დაფა? ესე იგი მოიცა ერთი წუთით, ესე იგი ამხელაზია ისევ კითხვა, ხო? თუ ვერ გავიგე, ვერ ხვდები. მოიცა, ესე იგი ვერ გავიგე, რას მეკითხებით ვერ გავიგე. ესე იგი დაფა რომ არის სახლში ეს უცნაურია? ზურა, აი მაგ წინადადებას კითხვით ფორმაში რატო სულ მართლა ვერ ხვდები? ესე იგი უცნაურია? მე კიდევ შეხედე. მოიცა, ესე იგი მეკაიფებით თქვენ, ხო? ზურა, ძალიან თორა, საერთოდ დავივიწყოთ ეს თემა, საერთოდ შევეშალოთ, თვითონ მაგ მოლაპარაკეა რა. არა, რატო? უბრალოდ მე მაინტერესებს რას მეკითხებით. სახლში რომ დაფა მაქვს, ესე იგი გამოდის რომ ხო. კარგი. კი ბატონო, როგორც თქვენ გინდათ ესე იყოს. აჰა, დაფა მზად არის. ეხლა ზარი, აჰა, ზარი. სწორი პასუხის წინ ხელს დაარტყავთ. დავიწყოთ. რა? აი ზარი რადგან ეს სახში? რას ქვია, ზარი რათ მინდა სახლში? ხო, რადგან ზარი სახშთან პატარა ზარი რადგან? რას ქვია, პატარა ზარი. ესე იგი, დაფა არის დიდი და რათ მინდა სახლში, ზარი არის პატარა და რათ მინდა სახლში. გაჩვენდით? დავიწყოთ. ხო არ ნერვიო? არა. არა, ხო, რაზე უნდა ინერვიო? არა, არც არაფერზე არ ნოვინო. ხო, არ უნდა ინერვიო, რაზე უნდა ინერვიო? რაზე უნდა ინერვიო? არა, არის სანერვიო. ძალიან დაძაბულია. სულ კომიჭირს და ლამისა გული ამომივარდეს. ვაიმე, გათბობის ბრალია დაიცადე გამოვიდო. მოიცა, ხოჯიბია, მაიკო რო შემოვა სიცხეზე დავთავოთ. რო ანუ აუჟერა მაიმუნი ხარ. კაი, მე გამოვთავ და შენ გააღებ. კარგი, ვაღებ.
შემოდი ვაია თავი ისე იგდენი როგორც საკუთარ სახში როგორ ხარ მაიკო? მოიცა შენ და მაიკო ერთად მოხვდით? ხო ძამია ისიც აქეთ მოდიოდა მეც და სადარბაზოში შევხვდით ესე ერთმანეთს და რას მოდიოდი საერთოდ ვერ დარჩი იმ შენ სახში? ან ქუთაისიდან რას ჩამოდიოდი ვერ დარჩი ქუთაისში? ქუთაისში ჩემნიჩს ვერ ამჩნევ რა ნიჭი გაკასეთი? ვერ ამჩნევდეთ ხო და რა ვიცი ხა რა ნიჭი აზი საყურე გიკეთია. ხო გოგო ხო ლამაზი. აი ლამაზეს. რობერტი მაჩუკა. რა? მაიკო ეგრე იცის 2 საათი რომ მაყურე კარებთან და უქმად დავდივარ სადარბაზოში თამო როზე დამირეკა რა საქმეა? გოისა. ფო თორნიკეს უნდა რომ რაღაცა გითხრას. რა დამთხევა მეც მინდა რომ რაღაცა უთხრა მაიას რობერტი მე და ჩემი ძმა ხელს ხომ არ გიშლით შემთხვევით? შენ კი და ხარ შენი ძმა რა ხელს მიშლის თორნიკე ვა რა მაგარია ვა თორნიკე რატო რობერტი თორნიკეს ძალიან სერიოზული საქმე აქვს მაიკოსთან იქნებ დაგტოვო მე სერიოზული საქმე აქვს მაიასთან და შენ რა დაგტოვო აი ხა გაგიმართლა მაიკო ბოდიში რა ტელეფონს უპასუხებ და მოვალ ხო თვალებში არ უყურო იცოდე მიდი ახლა და უთხარი რის თქმაც გინდა მადლობა ხო და შენ რო ეტყვი მე მაგნად თქმს გავალამაზებ მე უფრო და ისე ვეტყვი ვა ჯიგარი ხარ მაიკო მოკლედ იმის თქმა მინდოდა იმის თქმა იცი რისი თქმა მინდოდა ვიღაცას მაგონებს შესაძლებლობა მისცენ მოსახლეობას მორჩა დავწყნარდი მოკლედ მაიკო მე ვიფიქრე დავუჩოქებ და ისე ვეტყვით ხო მაგრამ ცივია ძალიან იატაკი და ასე გეტყვი ან რო გათმება მერე გეტყვი რა სიცივია გამიცივდა ფეხები წავალ ჩავიცვალ საცოლო ბიჭი ვარ ხა ფეხის გაცივება იქნება რობერტ დამახტი მოკლედ მაიკო იმის თქმა მინდოდა რომ პირველად დაგინახე თუ არა მაშინვე მომეწონა. ო, მე პირველად რომ დაგინახე ვიფიქრე დიდი არაფერი გოგუა თქვა. არა მაიკო, მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცდი. მოკლედ მინდა გითხრა რომ ძალიან მომწოხარ და მინდა რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენ დაგიკავშირო. აი ეს მცირედი საჩუქარიც ჩემგან. მადლობა, მაგრამ თორნიკე მე ძალიან მომწოხარ და მეც მინდა რომ დარჩენილი ცხოვრება დაგიკავშირო და ეს დუხი ჩემგან. ვიფიქრე სადარბაზოშივე მივცემ თქო, მაგრამ იქ ახლა მარტო მე და შენ ვიყავით და ვიღაცამ ხომ უნდა ნახოს როგორ დავიხარჯე. მაიკო, როგორც ხედავ ორივეს მოგწონხარ და ამიტომ ახლა შენ უნდა გადაწყვიტო ან ერთი ან მეორე. შემოვხედე მაია და რომელიც უფრო სიმპათიური ვარ, ის აირჩი. ეხა ორივე მომისმინეთ კარგად. რობერტ. ხო, კაი, მოკლედ, მაია, შენ უნდა გადაწყვიტო, ეხა ჩვენ ორ შორის რომელს აირჩევ. მართალია, დღეს შენი არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვს, მაგრამ აქ უფრო ადვილია ორ კანდიდატს შორის აირჩევ, ვიდრე იქ 23-დან. თქვენ ორ შორის მე არჩევანს ვერ გავაკეთებ. მე სხვა მომწონს კი არა და მიყვარს და სხვათა შორის იმ სხვას თქვენც იცნობთ. რა? მოიცა, სხვა გიყვარს და ჩვენც ვიცნობთ? ვინა? არა, ეხა ვინ არის, მაგას ვერ გეტყვით. მაგრამ შემიძლია მიგანიშნოთ. დავიწყოთ თამაში. მიდი ახლა, მიდი. რა მიდი ახლა? მიდი გამოვაცხადე მეთქი ახლა, მიდი. გამოვაცხადო არა. აუ, ხო, რა ზურა გამოვაცხადე. მიდი. ჩვენ ვიწყებთ თამაშს, ვინ უკეთ იცნობს ზურას. თამაშის წესები მდგომარეობს შემდეგში. ჩვენ გვყავს ორი მონაწილე.
მამუკა თარხან მოურავი და ნიკა ძნელაძე. ხო, ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ ამ ორი მონაწილიდან, რომელი იცნობს ზურას უკეთ. თითოეულ მონაწილეს აქვს უკვე მომზადებული 1000 კითხვა ზურას შესახებ, რომელიც უნდა დაუსვას თავის ოპონენტს. რომელსაც უფრო მეტი სწორი პასუხები ექნება, ის იქნება გამარჯვებული, ხოლო გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ადგილს უკვე კარგახნის წინ აშენებულ ზურას სახლში. ხოლო ამ თამაშის წამყვანი გახლავართ მე, ზურა თარხან მოურავი. მადლობა და აბა თუ მზად ხართ მონაწილეებო, დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ. დროდოდოდოდო, დავიწყოთ. ერთი კითხვა მაქვს რა. აი, თუ გვექნება თანაბარი რაოდენობის სწორი პასუხები, რა ხდება? კარგი რა. ეგ ხო ვერ მოვიფიქრეთ ახლა მაგაზე ვერაფერი და. მაშინ დავიწყოთ. ზურა, კიდე ერთი კითხვა მაქვს რა. აი, ძანეთ. ამ შეკითხვებს ხო მორიგეობით სვავთ და მორიგეობით პასუხობთ. ხო და ეს ზარი რა გვინდა? რას ისევ რა გვინდა? რა და ეს ზარი პეც მატებს თამაშს. თუ მეტი შეკითხვები არ გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ. აჰა, თამაშს იწყებს ნიკა. ნიკა. ესე იგი რა ერქვა ზურას მეგობრის ნიკას პირველ ძაღლს? აი შეკითხვა არ ეთქვა, შეკითხვა უნდა იყოს ზურაზე. ზურას მეგობრის თქვა. მართალია. დებილი ხო? რა, კაცო. რა ვიცი ახლა მე. აჰა. ბომბორა. საიდან გამოიცანი? ბომბორა. ერთი გულით დაწინაურდა მამუკა. აჰა, ახლა მე. შენ გერი. რას ესახდა დედა ზურას 10 წლამდე? მამუკა. ოთახის ფინია. სწორია. ერთი გულა ნიკა შენი ჯერია. ზურა ამბობს რომ მისი საყვარელი ფილმია? ფორეს გამპი. მაგრამ სინამდვილეში მისი საყვარელი ფილმია? როგორ დაგვარგოთ ბიჭი ამ დღეში? ერთი გულა მამუკას. აბარა. აი ესეთი. ერთი გულა. შემდეგი მამუკა შენი ჯერია კითხვის. ეს ზურას ყველაზე ცუდად გამოსდის. ზურას ყველაზე ხუმრობა. სწორი. სწორია რა გინდა? სწორია ნუ. ყველაზე ცუდად ხუმრობა არ გამომდის? ზურა გამოგდის. მაგაზე უარესად გამომდის სეკვა, თორე ხუმრობა ცუდად არ გამომდის. სეკვა კი. ყველაზე ცუდად გამოგდის, მაგრამ შენ ისე ცუდად ხუმრობ, რომ შენი ცუდი ხუმრობა არის აი ქვედა ზღვარი ფაქტობრივად. მართალია, დაწერ. ერთი გულა ნიკას. შემდეგი კითხვა. ჩემი ჯერია ხო? ყველაზე სამარცხვინო მომენტი ზურას ცხოვრებიდან. როცა სკოლაში ამას ძალიან გაუჭირდა და გოგოების ტუალეტში შევიდე და ამას შეყვარებულმა დაინახა. არა. ზარზე მეხუთე კლასელი ბაროზურგზე დიდად დააწერეს უძველობა და ამან მეორე დღეს ნახა. აი ეგ. არა. ბავშვობაში სოფელში ბოზალის გვერდზე ფულის გროვაში რო იხჭებოდა ძირს რო გადავარჩინე და ეგ. რა გინდათ ეხლა გინდათ რომ თავი მომაკვლებინოთ და იცბინა თქვენ და თუ რა გინდათ ვერ გავიგენ. შემდეგი კითხვაზე გადავიდეთ ხო? ზურა მეც უპასუხე. გამიწერე. პრინციპში ხო. შემდეგი. კარგი. დაასახელეთ ზურას დაბადების თარიღი. ბარემ გეთქვა რა ქვია ზურასო მითხარი. ზურას დაბადების დღე ანუ. ხო, ეხლა ყურებს არ უჯერებ. ზურას დაბადების დღე რა? ზაფხულში. არ მჯერა. მეც ესე იგი ანუ კითხვაზე დაასახელეთ ზურას დაბადების თარიღი, შენი პასუხია ზაფხულში? ხო. ძალიან კარგი. ერთი გულა მე მიწერე. ერთი გულა შენ. კითხვის უფლებაც შენ. ზაფხულში. ესე ვანი კითხოს. იკითხოს. კიდე ერთხელ წადე. კარგი. საომეს რომ ნათლავდით. ნათლობაში. ხო. გოგო რო იყო ცისფერკაბიანი. იმას რა ერქვა? ეგ რა შუაშია მას? რა შუაშია? არა ბიჭო, მაინტერესებს იმის მერი და მე თქვი ხვალიციან თქო რა. მინუსი. სვლა გადმოვიდეთ შემზე. სვლა გადმოვიდეთ შემზე. კარგი. კი ბატონო. რამდენჯერ ვცემე ზურა? 16 ჯერ. რა ისტორია? როგორ არა ისტორია? 16 ჯერ. 17 ჯერ. 16 ჯერ. 17 ჯერ. 17 ჯერ. მამუკა მართალია.
მართალია. აჰა, თამაში კულმინაციას მიაღწია. აჰა, თამაშმა კულმინაციას მიაღწია და ვისარგებლებ პაუზით და გამოვაცხადებ, რომ ჩვენი სპონსორია პური. მიატანეთ ყველაფერს პური. აბა, მორჩა პაუზა გავაგრძელეთ თამაში. შემდეგი კითხვა ვისია? ჩემი რასაკეთებ ზურა როცა პანიკაშია? ხასავით კივის. არასწორია. ძროხასავით ბღავის. ეხლა დიდი ხანი იქნებით ესე და დიდი ხანი გააგრძელებთ ამ დებილობას? ჩამთეს ამ სისულელეში. რა შემდეგი კითხვა? თითო გულად თქვენ? აჰა. ჩამოთ უთაგან რაზე აქვს ზურას ალერგია? A. თხილზე, B. მტვერზე, C. კატის ბეწზე, D. ქალზე. თხილზე. სული. რა არის? თხილზე. არ მაქვს ალერგია თხილზე. როგორ ალერგია გაქვს თხილზე? იმასავლით, მე არ მაქვს ალერგია თხილზე. გაქვს. არ მაქვს ალერგია. მე როგორ გაქვს? ხოდა მოკლედ სხვა მომწონსო რა. და თქვენ ციცნობთ იმ სხვას. ხო. რა? შენ რატო გაწიფთ იგიო? ეთქობა დაცხა დაუწევ გამათბობელს. არ გინდა გამჭირებულია ვერ დავუწევ. გამოვთავ მაშინ. არ გინდა მიხდება რა ეს სიცითლე თავი დაანებე რა გინდა. კიდე რა გითხრათ ეგ მითხარი რა. რა უნდა ეთქვა მეტი სხვა მომწონსო რა. ისე რანაირი გოგო ეს მაია. პირდაპირ პირში მომახალა სხვა მომწონს. ეგრე მეც მომწონს სხვა, მაგრამ უთხარი? ვინ სხვაო ეგ არ გითხრათ? ბიჭო არა არაფერი არ ვთქვა დიდო რა. თქვა რომ სხვა მომწონსო. და კიდე თქვა რომ დიდიაო და ცოტა მოუქნელია. და ესე თქვა რომ შავგრემანიაო და თაფლისფერი თვალები აქვსო. აი შენ რა. ზუსტად ეგეთი თვალები აქვს რა. ხო და თმაც შენ ფერი აქვს ზუსტად ხო. ჩემ ფერი? ხო. ისე გიო შენ რა? ხო არ იცნობ ვინმეს ჩვენ სანაცნობოში ისეც რომ ზუსტად შენ გავდეს. ხო. აუ მაგრა დაცხა რა ეს გამათბობელი როგორმე გავთიშოთ რა. არა. ნეტა ვინ არის? ან როგორ უნდა გავიგოთ ვინ არის? მე ვიცი. რა შენ რა ვიცი? ხო გითხარ რომ იცნობთო შავგრემანიაო თაფლისფერი თვალები აქვს და სიმპათიურიაო რა. ხო. ნუ დოქტორანჯი ხა რა მიხვედრა უნდა ეხა? რა? ჩემზე ამბობდა. უბრალოდ ეხა შენც რო იქ იყავი, მოერი და პირდაპირ თქვა და მიმანიშნა. მართალია მე მგონი რობერტიზე ამბობდა. მე მგონი მეთქი ხო თქვი? მოიცა. მე თუ შენზე მეუბნებოდა, აბა შენ ვიზე გეუბნებოდა? მეც ჩემზე მეუბნებოდა. მომწოხარო ეს ხარ მეთქვა პირდაპირ. ხო, მართალია, თან შენ ძალიან მაღალი ხო ხარ და? მის თვალში შეიძლება ვარ ახლა, რა იცი შენ? მის თვალში შეიძლება მე შავგრემანი ვარო, შენ რა იცი? ამიჯერე მიმანიშნა რომ ჩემზე ამბობდა. სხვა მომწონსო, სხვაო. არა, ჩემზე ამბობდა, ჩემზე, სხვა მომწონსო. ჩემზე ამბობდა. არა, ჩემზე ამბობდა. მოიცათ რა ვიტყვი თქვენზე არც ერთზე არ ამბობდა რა. ან ორივეზე ამბობდა, ეგრე უფრო სწორია მე მგონი, კი, ორივეზე. ერთი წამი დიდო რა, ერთი წამი. სხვა ვარიანტებიც უნდა გამიშვიდოთ რა. მოდი დავფიქრდეთ. ესე იგი მაღალიაო? შავგრემანიაო? თაფლისფერი თვალები აქვსო? მივხვდი. რა? შენ რა? შენ მე რა? შენ გელია რო ყავს მეზობელი. არა, ეგ არ იქნება. ეს პატიოსანი კაცია, ცოლი ყავს ორი ბავშვი, მესამეც ელოდება ეხლა. ეგ არა. მართალია. კარგი. მაშინ მოდი კარგად დავფიქრდეთ და მივხვდეთ ვინ არის. მოდი საერთოდ არ დავფიქრდეთ და იქნება ესე უფრო მივხვდეთ. რა ვიცი ისე. ესე გითხრა, ყველა იცნობთო და შეიძლება ვინმე ცნობილ ადამიანზე გვეუბნებოდა. ხო, შეიძლება. ხო. ესე იგი ვინ შეიძლება იყოს? ცნობილი ადამიანი. მაღალი, შავგრემანი, თაფლისფერი თვალები აქვსო. ვიცი. რა?
ვინ? პრეზიდენტი. ძველი თუ ახალი? ორივეზე გამოდის და. მოიცა ეგრე შალვანათელაშვილზეც გამოდის. იმასაც გამოდის, რაღაცნაირად რო დადეს. ისე მაშინ ბურჯანაძესაც გამოდის. მაგრამ ეგ ხალია ხო? უკვე მე 5 დღილი შევჭამენ და არაფერი. საერთოდ არაფერი. 8 წუთი. 15 წუთი უნდა ველოდო, გეუბნები არა მაქვს დღილზე ალერგია. არა, სულ არა გაქვს. არაფერი არ. ხო ვიცი, დამიწერეთ ხელი. მართალი ხარ. ესე რა გამოიწვია? აი, ვოლაქცი, ზა. ალერგია. ზურა. ზურა თქო, ზურა. ეხლა თქვენ საერთოდ ვერ ხვდებით ვიზია ლაპარაკი? ვერო. აი საერთოდ? ხო, ვერ ხვდებით. აუ, რა დებილები ხართ რა. არა, ხართ რა, მეც ვერ ხვდები და ვართ მეთქი. მივხვდი. რა? მივხვდი. რა, ბიჭო? არა, ვერ მივხვდი. კიო, ისა შენ ყველა სახელის თქმაზე ესე რატო იძაბები? მე ბიჭო. ნახე როგორ უნდა თვითონ რო გამოიცნოს ვინა. ხო, როგორ მე მინდა ყველაზე მეტად რომ გამოვიცნო და გასწროთ. მაგრამ მე მგონი შანსი არ მაქვს. ახლა გიორგის ისე ეცინება როგორც აი ამათ აქვთ გასაცინად საქმე. ვიცი? მაიას შეყვარებულს გიორგი ქვია. რა, ვინ გიორგი? მოიცა შენ რა ცი გიორგი? ნახევარ საქართველოს გიორგი ქვია და იმასაც რომ გიორგი ქვიოდეს? თონიკე. ხო. შეხედა გიორგის ისე იყურება თითქოს რაღაცას გვიმალავს. და როგორ უხდება თან ეგეთი სახე? არა, მომისმინეთ, მოკლედ შანსი არ აგვაქვს და მე მგონი აზრი არ აქვს დავანებოთ რა თავი ამაზე ფიქრს რა. კაი. ისე მართალია რა. შანსი არ არის რომ გამოვიცნოს რა. თუმცა ვიცი. თამუნას უნდა დაურეკოთ. მაგარი მეხსიერება აქვს. თან ეგეთი ახლობელი თუა და ყველა თუ ვიცნობ პონტი არ არის გაარტყავს. აბა, ოსასუნას ერთიანი გაარტყა და მაგას ვერ გაარტყავს. მოიცა გაჩერდი არ დაურეკო თამუნას. მოიცადეთ რა, კაი გათიშე. მე გეტყვით ყველაფერს. რას გვეტყვი? შენ რა იცქიო? დაჯექით. დაჯერა. ეხლა რასაც გეტყვით? არ გაგიხარდებათ არც ერთს. ნუ ყოველ შემთხვევაში რობერტის არ გაუხარდებათ. რავი, შეიძლება ესეც გაგიხარდება. უკვე მაგარია, უკვე მიხარია. მოკლედ რობერტი მართალია. მაიკოს გიორგი უყვარს. ანუ მე ხო გეუბნებოდი, შავგრევანი ბიჭები უფრო მოწონს თქო. რა ბიჭო? ხო, კაი, რა იყო დამშვიდი, მაიკო ის გოგოა თამუნას ვისთანაც უღალატე მე. გესმის, ეხლა არაფერი არ ხდება, ოღონდ ჩვენ შორის, კარგი გაჩერდი. ეხლა ხო ხდებით, რატომაც არ მინდოდა რომ თქვენი შეყვარებული ყოფილიყო. კარგი, დამშვიდი, შენ რომ ნერვიულობ, ხო იცი ეგრე გემართება ხოლმე. თამუნა მიცის? ვაიმე, თამუნა მიცის, არ ვიცი, მაიკოც დღეს ნახეთ ცოცხალი? კი, ვნახეთ ხმაზე რა ჭირს? ესე იგი ჯერ არ იცის თამუნამ და ძალიან გთხოვ, თუ გიყვარვარ, არ უთხრა ბიჭო თამუნა. ვაიმე, კარგი რა, მე ხო შენი დიდი ვარ, აი ფუ გაი. ხარ შეჭები ფუფუ. თონიკე რა ჭირს? ისა მე არ მომისმენი ახლა გიორგი რას ამბობდა და დაგითმო მაია შენი იყოს. თორნიკე დამშვიდი, მასე გემართება ხოლმე, ბიჭო. აუ რა, რობერტ, შენ ხომ აის გესმის ჩემი რა, კაი რა. არ მესმის, ძამი. ჩემთვის არ უნდა გაგეკეთები. მე დაგიბრუნებდი შენ იმპულს ასაც მაძლევ ხოლმე. რა ფულს? მაგითო თუ გამიკეთე. ახლა არა მაქვს და მერე მოვცი. წავედი, კარგად. შენ არ გეხუტუნე მე. რა ხე ხა? იჩინელებიც ახლა დაიჭირეს მაინც და მაინც. ახლა თქვენ ნახავთ ყველაზე უცნაურ გადაბრალებას. არა, ყველაფერი ამ გამათბობლის ბრალია რა, ცხელა.
სადაო? სანამ არ გავაკეთებთ, ეხა გათბობაც არ გვექნება, ეთქობა ძალიან რო აცხელებ და მაგიდო. გუშე რაღაცის მოყოლა რო გინდოდა, მიდი რა მითხარი. რისი და გახსოვს რა გიყვებოდი? ერთ ბიჭთან ურთიერთობა მქონდა თქო, აი მაგაზე მინდა გითხრა. მითხარი, მიდი. ვაიმეთა როგორ მიჭირს ახლა ამის თქმა, როცა ესე დავმეგობრდით. მითხარი. მოკლედ თამუნა. ვაიმე დამწყა. მოკლედ თამუნა. მიდი რა. იცი ვინ არის? ვინ და? ხმა არ მოიღო. ხმა არ მოიღო. ხდება თქო. ხმა არ მოიღო. რა ხდება და ვიტაცებ. ხო, ვიტაცებ. ყველაფერი უნდა გააკეთო თქო. მოდი მაინც დაეტოვებინოთ რა. დღეს მეტეოროლოგების ვარაუდით თბილისში მოსალოდნელია ყველაზე ცივი ღამე. ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა. 11 საათის შემდეგ რეკომენდირებული არ არის გარეთ გასვლა. რაკენი ბიჭო მოიტაცე? მე ხო გითხარი, შენ ვერ გავიგე რომ მე და მაიკა. კარგი რა გიო რა. ეს თამუნას ეგონა რომ მე რომ ცოლის პონჩი მოვიტაცე. რომ მიყვარდა, მაგიტომ კი არ მოვიტაცე. აბა, იმიტომ მოვიტაცე რომ თქვენი ამის მოყოლას აპირებდა თამუნასთვის. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ავდექი და მოვიტაცე. რა? ო. ო, შენ რა ჯიგარი ხარ, ბიჭო? ო, თორნიკე, რა ჯიგარი ხარ, როგორ მიშველე შენ? როგორ გადამარჩინე, ბიჭო, ძმა ხარ. ფო. კარგი რა გაჩერდი რა. მარტო შენ რო ყოფილიყავი, მე ამას არ გავაკეთებდი. ჩემი დისპონჩი გავაკეთე. არ მინდოდა რომ თამუნას გული ტკენოდა რა. თან მინდა იცოდე რომ ვერც შენი გულისთვის და ვერც მაიკოს გულისთვის მე თამუნას გულს ვერ ვადგენ. წავედი ახლა მე და იცოდე რომ მე შენზე ისევ დაბრაზებული ვარ. ესე იგი სტაბილურადაა, დამოშედებელი გავუკეთეთ და ეხლა ძინავს, ხო? და ხოლმე შეიძლება მომნახოთ. დიდი მადლობა გამშვიდობისა. რაო? უბრალოდ ალერგიული ფოლი მოუხსენითო? დამოშედებელი გავუკეთეთ და ეხლა ძინავს. ხვალ მოდით ინახულეთო. ძალიან კარგი. ესე ბედის ირონია რა, მე და შენ არ დავჩი და ზურა საუნდტროპში ათინებს გამოს. შეგეგათ. არა, დაფაზე მაინც ვერ მიფიქრა თუ რა. მართლა ეს დაფაქ მაგა კი არ იყიდა. მე ვაჩუქე ადრე. შენ რატომ მოუდანე დაფაქ? ასე მე ამჭირდებოდა რა, მე ესე. და ზურას რა შეიძლება დაჭირებოდა დაფაქ. ეს სანდავში მეგდოდა, ვიფიქრე ახლა ზურა მწერალი გაცემა და დაფა დაჭირდება თქო და მოუდანე. სანდავში. არის მეგდო რა, ამჭირდებოდა და მოუდანე ამას. ამას ხო დაჭირდა რა. შენ რა იცოდი რომ დაჭირდებოდა ხა? ძალიან მეძინებოდა. მამუკა, და ზარი? რა ზარი? ზარი ჩემ მოიტანე? არა. ძირნების.